მოგესალმებით, მე ვარ Topper, ხოლმესდომის მთავარი ადმინი. ამ ვიდეო გაკვეთილში კი მე თქვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა დავაყენოთ ჩვენს Windows-ზე ასეთი ლამაზი საათი. პირველ რიგში ამას სჭირდება პროგრამა, რომელსაც მე აუცილებლად მოვაყოლებ ამ ვიდეოს გადმოწერას. პროგრამა არც თუ ისე ძნელი, ჩვეულებრივად დავაინსტალირებთ, მაგრამ ახლა runs რომ მივცე, მე უბრალოდ ავამიგდებს ამ შეტყობინებას, რომ მოკლე მაქვს დაინსტალირებული, ამიტომაც ამ შემთხვევაში მე აღარ დავაინსტალირებ. დაინსტალირება არის სტანდარტული, რომელიც ნებისმიერ პროგრამას აქვს, ძალიან ადვილი. დაინსტალირების შემდეგ ამოვაგდებს ეს ფანჯარას, მივცემთ და შემდეგ next და აქედან აქ next მოკლედ ბოლომდე და ამოვაგდებს შემდეგ ეს ასეთ ჩვენს დესკტოპის მარჯვენა მხარეს ეს საათს. ახლა ამ საათის სკინების შეცვლას გასწავლით. მოკლედ როგორც მივხვდით, რომ საათი არის საათის დაყენება არის ძალიან ადვილი და ამ შემთხვევაში მე მომავალ შემდეგ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ უნდა ჩავყაროთ სკინები და უფრო მეტი სკინები როგორ დავამატოთ. აი ამის როგორც ხედავთ, შევდივართ ეს და ძალიან ბევრი სკინია, ნახოთ. აი ამ კუთხეში როგორც ხედავთ, იცვლება და მაგრამ ამ პროგრამას მარტო ეს კარგი თვისება ნამდვილად არ აქვს. აქვს კიდევ ერთი კარგი რამ. დავაწერთ შემდეგ wallpaper clock და აქედან თუ დავაწვევით OK-ს, მაშინ დესკტოპის მთავარ wallpaper-ზე გამოჩნდება ესეთი საათი, რომელიც გვაჩვენებს დროს. ამის სკინს შემდეგ ვიდეო გაკვეთილში ამასაც გასწავლით, თუ როგორ უნდა დავაყენოთ ესეთი სკინი, ეს wallpaper clock-ის სკინი და აქედან ახლა ამის დაჭერის შემთხვევაში მე უბრალოდ დავაყენებ და აღარ მინდა, იმიტომ რომ შეიძლება პროგრამა გაჭედოს კიდეც, რითიც ვიღებ ამ ვიდეოს. ამას მარტო ეს ფუნქცია ნამდვილად არ აქვს. თუ გვინდა რომ დამატებითი ენა გადმოვეწერთ, აგრეთვე გადავართ Camel Clock-ის მთავარ ოფიციალურ საიტზე და იქიდან გადმოვეწერთ ჩვენ სასურველ ენას. შესაძლოა ნამდვილად არაფერი არაა ამ პროგრამაში. ამ პროგრამას აქვს აგრეთვე ერთი კიდევ კარგი რამ. ჩვენ შეგვიძლია note-ის აი აქ note-ები ჩავწეროთ, აგრეთვე დავაყენოთ მაღვიძარა შეტყობინების სახით. მოკლედ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ამ პროგრამას და დამატებით რამ კარგ ფუნქციებზე აგიხსნით მომავალ ვიდეო გაკვეთილში. იმედია ყველაფერი გაიგეთ, თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, ზოგადად სხვა თემასთან დაკავშირებით ან კონკრეტულ ამ პროგრამასთან დაკავშირებით, შემოდით ჩვენ საიტზე, ხოლმე თქვენი სასურველი თხოვნით, დაგვიწერეთ თხოვნების გვერდზე. ნახვამდის, ეს იყო Topper.